მოგესალმებით. მე ვარ მაია გოგსაძე და წარმოვადგენ ტელევიზიას, რომელიც ოცნების რეპრესიების პირობებში დაიხურა. ივანიშვილის რეჟიმი ღიად ყველას თვალწინ უხმობს დემოკრატიის პრინციპებისგან. იჭერენ ოპოზიციურ ლიდერებს. ზურაბ ჯაფარიძე ახლახან დააკავეს. საინტერესოა კიდევ რა მექანიზმი რჩება საფრანგეთს და ევროკავშირს გააძლიერონ ზეწოლა ოლიგარქის რეჟიმზე. La question avec plaisir d'abord parce qu'on sait ce que vous parlez. Au-delà de ce qu'on a dit plus tôt, c'est-à-dire que des sanctions nationales doivent être mises en place et que მადლობა ამ კითხვისთვის, სიამოვნებით გიპასუხებ. სანქციები უნდა დაწესდეს და უნდა მოვეშვათ იმ პრეტექსტის უკან დამალვას, რომ ვიქტორ ორბანი რაღაც გადაწყვეტილებებს ბლოკავს. არის დემოკრატი და ლიბერალი ლიდერების მშვენიერი კოალიცია, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით უკრაინას. არის ახალი შეთანხმებები, რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს საქართველოსთვის. შევასრულოთ ის დაპირებები, რომელიც გავეცით და არ განვიხორციელებია. მაგალითად, ყველა ევროპული დაფინანსება მივმართოთ სამოქალაქო სექტორისკენ და დამოუკიდებელი მედიების დასაფინანსებლად. ვიცი რომ ახლა ახალი კანონი შემოიღეს და ვითარება გართულდა, მაგრამ ბედის ირონია ისაა, რომ ამ დროს რუსეთი ახერხებს ყველა ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებას ევროპის და საფრანგეთის ტერიტორიაზე. ჩვენ კი დემოკრატიის მხარდამჭერი სამოქალაქო საზოგადოების წევრები ვერ დაგვიფინანსებია, როდესაც მათ ეს ასე ძალიან სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნება საშუალება, რომ სულად ჩავანაცვლოთ ყველაფერი, რასაც ამერიკა აკეთებდა და აკეთებს, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და რომლებიც იმედის თვალით შემოყურებენ, მათ უნდა დავეხმაროთ. En France, on ne sait pas très bien ce que c'est parce qu'on a vécu à l'abri de. On était du beau côté du rideau de fer. Et ce What we knew will happen is happening. I mean, we knew from the start that they will go full-blown authoritarian. მოხდა ისაც ვიცოდით რომ მოხდებოდა, ჩვენ ვიცოდით რომ საქართველოს მთავრობა ბოლომდე ტოტალიტარული გახდებოდა. ამიტომ ახლა ევროკავშირმა კი არ უნდა ისაუბროს, უნდა იმოქმედოს. სანქციები არა მხოლოდ ოლიგარქს, არამედ მის მარიონეტებსაც უნდა დაედოთ. თუკი ახლა ორბანის საკითხი მოგვარდა და 27 წევრის თანხმობა აღარ იქნება საჭირო ევროკავშირში, მაშინ ივანიშვილისა და მისი ხელქვეითებისთვის სანქციების დადება გაადვილდება. ისინი იპარავენ ქართული ხალხის მომავალს. ჩვენ ხშირად უნდა გავიმეოროთ, რომ ვართ ქართული და ევროპელი ხალხის მხარეს. We must repeat it. This future is European, this future is free, this future is sovereign. But the only thing we have to do now is to be on the Georgian people's side and not on the side of those who are robbing. არიან ნამყოფი საქართველოში და იციან რა არის როგორ მიდის მოვლენები, ვინ არის მთავრობა, რა არის ძალაუფლება და ასე შემდეგ. და გზავნილები არის რომ ყოველთვის არსებობს კარი ღია, ძალიან იყო კაცრი გზავნილები, ესე იგი საჭირო არის რომ კიდე ცოტა უფრო შორს წავიდეთ, რომ კაცრად უპასუხოთ და ვიყოთ მუდმივად ეს ყველგან გაჟღერდა, რომ ვიყოთ მუდმივად ქუჩაში. ესე იგი არა გვაქვს ნება რომ დავიხიოთ. ეს ძალიან კარგად ისმის, ამისთვის არის ინტერესი მიძღვნილი საქართველოსთვის, იმიტომ იციან რომ არის რაღაცა ძალიან თვალში ჯდება ესა, რომ არის ხალხი, არის დაყნობილი ახალგაზრდობაზე, ეს არის უნიკალური მომენტი. და თუ გაქვთ ინფორმაცია თქვენ ხალბატონი პრეზიდენტისგან და ამ შემთხვევაში თქვენისგანაც, რომ ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული ნაბიჯები თუ ისახება, იმიტომ რომ ხალხს აინტერესებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი, იმიტომ რომ იქ ხალხი ყოველდღიურად იბრძვის ყველანაირ აი ყველა საინტერესებს რაღაც შვება საიდანვე უნდა მოვიდეს და თქვენ როგორ ფიქრობთ არის რაიმე იმედის დაბრძალისადმი? არის, აუცილებლად არის. ჯერ ცოტა რთული არის ამაზე პასუხი. მგონი ისა ბოლო ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა რომ ძალიან რთული არის რომ იცოდე როცა დიპლომატიური ნაბიჯს დგამ, რომ რა იქნება წუთში შედეგი. შედეგი მოდის შემდეგ და მთავარი შედეგი იმაში არის რომ არის გამოწვეული ინტერესი. ეს იგი ხალხი გვიყურებს. ცუდად იქნება ჩვენი მდგომარეობა თუ ხალხმა დაიწყო გვერდით გადახედვა. საჭირო არის რომ იყოთ ჩვენ ცენტრში და ვართ და როგორ ვართ ცენტრში? ვართ ორი მიმართულებით. ერთი არის ხალხი ქუჩაში და ეს არის თვალსაჩინო არის, იმიტომ იშვიათი არის ასეთი მოვლენა. მე მეთქვი რომ ალბათ არ არსებობს სხვაგან, რომ იყოს 180 დღე ქუჩაში ყოველდღიურად.
მეორე ის არის დიპლომატიური მუშაობა. ესეც საჭირო არის. და მე ვფიქრობ, რომ უფრო საჭირო არის, რომ იყოს გუნდური. ესე იგი, არ უნდა იყოს თითო პარტიები, რომელიც მიდის. ძალიან მნიშვნელოვანი არის, ახლა არ მინდა გამოვიდე კრიტიკად, მაგრამ საჭირო არის, რომ იყოს როგორ ვთქვათ, შეჯამებული, იყოს საერთო აზრი და საერთო აზრი ვიცი, რომ მუშავდება ეს აზრი, მაგრამ უნდა იყოს გამოთქმული და ვიცოდეთ რა არის პრიორიტეტები. მე უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯები, როგორ გადავდივართ არჩევნებზე მაგალითად. თქვენი სიტყვა ხომ მიმართული არის ოპოზიციური სპექტრისკენ. ყველას ახლა არ მინდა დავაკნინო ერთს და მეორე, არა. საერთოდ საჭირო არის, რომ იყოს გუნდური მუშაობა. და ეს დარჩა რაიმე მექანიზმი ზეგავლენის მოხდენის, ჩარების, იმიტომ რომ მართლაც ენით აუწერელი. საერთოდ საფრანგეთი და ევროპა განიხილავს საქართველოს სიტუაციას უფრო გლობალურ ჭრილში და საქართველო არის მიჩნეული, როგორც უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნები, სადაც რუსეთის გავლენა გაიზარდა ბოლო წლებში და წნეხი რუსეთიდან გაიზარდა. აი ამ კონტექსტში და იმ გლობალური დაპირისპირების კონტექსტში, რომელიც რუსეთთან არის დღეს და ზოგადად ავტორიტარულ რეჟიმებთან. რა თქმა უნდა, დღევანდელ სიტუაციას ბევრად უფრო კარგად აანალიზებენ ევროპაში, ვიდრე 10 წლის წინ სამწუხაროდ დაიკარგა ის დრო, რომ რეაგირება შეიძლება მომხდარიყო უფრო ადრე, რომ ეს სიტუაცია თავიდან აგვეცილებინა, შეიძლება მომხდარიყო ჩვენი 2008 წლის ომის მერე, შეიძლება მომხდარიყო თუნდაც უკრაინის პირველი ომის შემდეგ. სამწუხაროდ დაჭირდა ევროპას უკრაინის მეორე და უფრო მასშტაბური ომი, რომ მომხდარიყო რაღაცების გადაფასება. დღეს კიდევ ერთი შოკი მიიღო ევროპამ, იმით რომ ამერიკასა და ევროპას შორის არის გარკვეული უთანხმოება რუსეთთან მიმართებაში და ევროპას უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ მას მოუწევს ამ კონტინენტზე გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა. აი ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ევროპას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ შეიძლება ეს ქვეყანა არ დაშორდეს საბოლოოდ ევროპას და არ გაფორმდეს როგორც რუსეთის გავლენის სფერო, იმის და მიუხედავად თუ რა სიტუაცია არის დღეს საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ ევროპის ორგანიზება საერთო ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის გარეშე არ მოხერხდება. სასიამოვნო ის არის, რომ პირველად მოხდა, როდესაც რუმინეთის არჩევნები იყო, რომელსაც გვაჩვენა, რომ ევროპა ამას არ შეხვდა პასიურად, ფაქტიურად პირველი ტურის ცუდი შედეგის შემდეგ მოხდა ძალიან დიდი მობილიზება და მეორე ტურში დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს. ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში ეს ოქტომბრის თვეში არ მოხერხდა, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აი დღესაც აქ გამომსვლელებმა ევროპარლამენტარებმა, საფრანგეთის პარლამენტის წევრებმა, პარიზის საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ ის ხმა, რომელიც საქართველოში გაისმის ქართული საზოგადოების მხრიდან, ქართული ახალგაზრდობის მხრიდან, აქ ისმის და გამოსავალი, რომელსაც ისინი ახსენებენ, არის რომ აი ამ ადამიანებს უნდა დაუჯეროთ ჩვენ და არა იმას, რასაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლება დღეს გვეუბნება. სხვათა შორის საინტერესო ის არის, რომ აქ გამოსვლელები წარმოადგენდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს. იყო სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი, იყო მემარჯვენე ცენტრისტული, ანუ პრეზიდენტის პარტიიდან წარმომადგენელი და ყველა ამ საკითხზე თანხმდება. გარდა რადიკალური მემარცხენე და მემარჯვენეებისა, რომლებთანაც რატომღაც ქართული ოცნება კარგად არის დაკავშირებული და საერთო ენას პოულობს. ასოციაცია ჟორჟი დე ფრანს საფრანგეთიდან დანახული საქართველო 2019 წელს ჩამოყალიბდა სწორედ იმ დროს, როდესაც თვალები დათხარეს გავრილორი ვიზღამეს ახალგაზრდებს და სწორედ მაშინ დავიწყეთ ჩვენ ეს აქტივიზმი, რომ გაგვეცნო საქართველო მთელი ფრანგული საზოგადოებისთვის. ასევე 1921 წელს ჩამოყალიბებული საფრანგეთის ქართული სათვისტომო, ისტორიული სათვისტომო ანუ ერთად გავაკეთეთ ეს ღონისძიება და ეს არის დიდი ძალა, იმიტომ რომ ერთობას აქვს ძალიან დიდი ძალა. ბატონო თარზურაბიშვილთან ერთად გავაკეთეთ ეს ღონისძიება. ბევრი ფრანგი იყო დღეს საღამოს თქვენ ნახეთ და ისინი ძალიან ერკვევიან საქართველოს სიტუაციაში. ეს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს პლატფორმები, რომელიც შევქმენით და სადაც საქართველოზე ძალიან დიდ კომუნიკაციურ, ინფორმაციულ
სამუშაოს ვაკეთებთ. გარდა ამისა, ჩვენ ხვდებით სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენელს საქართველოს გასაცნობად და გარდა ამისა, საქართველო დღეს არის 180 დღეა, ქართველები არიან გარეთ გამოსული და ითხოვენ დემოკრატიას და თავისუფლებას, რისი შეხსენებაც საფრანგეთს საკმაოდ მოსწონს, იმიტომ რომ თვითონაც თვლიან, რომ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, თავისუფლება მოიპოვება და ეს არ არის რაღაცა, რაც გადმოიცემა ბუნებრივად. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხდება ისევე, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ღონის თარიღებს მისი ისტორიისთვის და განსაკუთრებით ფეხზე დგას. რას ნიშნავს ეს, რომ დღეს არის ზუსტად ხაზგასასმელი ის ფაქტი, რომ დღეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. სანამ ჩვენი ბიჭები, პატარა ბავშვები, სინდისის პატიმრები არიან ციხეში, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ციხეში, რაც არ უნდა იყოს, ხო? სანამ ყველა ეს ადამიანი არის ციხეში და თავისუფლებას ჟურნალისტებს უკრძალავენ, აგერ ხურავენ მედიებს, ხო? სანამ ესეთი სიტუაცია ხდება, 26 მაისის მნიშვნელობა განსაკუთრებულად უნდა გავიგოთ.